საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასმინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოსში რძის პროდუქტების საწარმო ახალი მესხეთი დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ობიექტი სახელმწიფო პროგრამის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში შეიქმნა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით ასეთი საწარმოები რეგიონში სხვა მეწარმეებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ობიექტების არსებობა მესხეთში განსაკუთრებით სუფთა ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია. შეღავათიანი აგროკრედიტის ორი ტრანშით ისარგებლა უკვე საწარმომ და მართლაც და ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შექმნა, სადაც დასაქმებული ათეულობით ადამიანი და ადგილობრივ პროდუქციას იბარებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ირიბად ამ საწარმოთი უკვე ასეულობით ადამიანი სარგებლობს, ვინაიდან ისინი რეალიზაციას ახდენენ ადგილობრივი რძის პროდუქციის. საწარმო გადასამუშავებლად დღეში 12 ტონამდე ადგილობრივ ნატურალურ რძეს იბარებს. აქ ყველი ევროპული სტანდარტების მიხედვით მზადდება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით სუპერმარკეტებში იყიდება. საწარმოს ხელმძღვანელები სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებასაც გეგმავენ. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მხოლოდ მესხეთში, სამცხე-ჯავახეთში დაფინანსებულია 7 ახალი საწარმო. ახალი მესხეთი გახლავთ ერთ-ერთი ამ 7-თაგანი, სადაც 16 ადამიანია დასაქმებული. ჯამში ჩვენ 150-მდე ახალი სამუშაო ადგილი შევქმნით. ასევე აღსანიშნავია, რომ 13-მდე ქართული ყველი არის უკვე დარეგისტრირებული საქპატენტის მიერ. ეს პროცესი გრძელდება და მათ შორის არის ჩილეშილი და ტენილი, რომელიც აქაული ადგილწარმოშობის ყველი გახლავთ. ბუნებრივია, ეს არის უნიშნულოვანესი პროექტი. მე შეგახსენებ, ჩვენ უკვე 150 ახალი საწარმო გავხსენით საქართველოს მასშტაბით. საწარმოს პირველადი ინვესტიცია 100.000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, საიდანაც 60.000 დოლარი ახალმა მესხეთმა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო. 2015 წელს კი ბენეფიციარმა დამატებით 180.000 ამერიკული დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი აიღო, რითაც საწარმოოს სიმძლავრეები გააფართოვა.